მე მგონი უნდა დავიწყოთ. ყველა სტუმარი, ვისაც მოსვლა უნდა და მოსულია, ვინც არა და შემოგვიერთდება და იმედია დაგვესწრება. მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ქრისტე აღსდგა. დღევანდელი დღე მოგილოცოთ, ქართული ენის დღე. დავიწყოთ ნომინაციების გამოცხადება. დაწესებულია სპეციალური პრიზებიც და 119 ბავშვი მინდა გითხრათ, რომ არის გამარჯვებული პირველ კონკურსში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული კულტურული ცხოვრებისთვის. მივესალმოთ დაშით ამ ბავშვებს. ძალიან დიდი მადლობა უთხრათ აქტიური მონაწილეობისთვის. მარიამ ბაჩიაშვილი გერმანიიდან ნომინაციის გამარჯვებული. იოელენა ტყებუჩავა ბოსტონიდან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ კონკურსში ჩაგვერთო ჩვენი საზღვარგარეთ ცხოვრები თანამემამულეები და დიდი მადლობა მათ, რომ ესეთი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და ძალიან მიხარია და ძალიან ვამაყობ, რომ მათ გამარჯვებაც კი მოიპოვეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველებისთვის სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, იქნება ეს საზღვრებში თუ საზღვრებს გარეთ, მათთვის ერთ-ერთი უდიდესი სიყვარულის საგანი არის ჩვენი დამწერლობა. მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ მიულოცო და განსაკუთრებით მიულოცო ესტონეთიდან ანა ბარათაშვილს სპეციალური პრიზი, რომელიც მან დაიმსახურა თავისი ნამუშევრისათვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას გილოცავ. ოთარი და ლადო დეველოპერული კომპანია Redixis-გან, როგორც ჩვენს სიმპათიას, შენ გადმოგეცემა ფოტოაპარატი. და მეორე კონკურსანტი ლადო, Redixis სიმპათია. გილოცავ. დიდი მადლობა. ეროვნული ბიბლიოთეკა მოხარული იქნება, რომ ბატონ სერგი ლაკაჩის გადასცეს სპეციალური პრიზი. ბატონო სერგი. გორის სკოლიდან წარმომადგენელი. წარმატებებს და კარგად ყოფნას. ეს არის ნომინაცია ორიგინალური ნიმუში. გამარჯვებული არის თბილისის 51 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო სულაბერიძე. არაჩვეულებრივი ნიმუშები იყო, ათეულობით, ასეულობით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე ნაშრომი ერთმანეთში აგრეოდათ. აი, ეს ადამიანი არის მე-5 კლასის მოსწავლე და მისი ნაწერი 10,000 ნაშრომი შემოვიდა, 10,000 არ აგერეოდათ და სამივე ტურში გვახსოვდა, რომ ეს არის არაჩვეულებრივი ხელი, რომელიც შეიძლება არ განმეორდეს მთელი 100 წლეულების მანძილზე. და მე მინდა ვთხოვო ამ ბავშვს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს კალიგრაფიული ხელწერა შეინარჩუნოს მთელი ცხოვრების მანძილზე. თბილისის 123 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მარიამ ძიძიკაშვილი. მას გადაეცემა ის მოწყობილობები, რაც ჩვენი აზრით დაეხმარება მას აი ამ წერის განვითარებაში და შენარჩუნებაში. მადლობა. და მინდა მოვიწვიო ქალბატონი ელენა მაჭავარიანი. კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს, კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ზაურ ახმედიანს მინდა გადავცე, ეს არის მესტაფონი
რომელმაც არაჩვეულებრივი კალიგრაფიული ხელი შეასრულა ყველა ის მონაცემი, რომელიც ჩვენ მას გადავეცით სამუშაოდ. მოგესალმებით ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენ ნომინაციაში კლასიკური დეკორი დავაჯილდოვეთ ჭუბერის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინო ჩხვიმიანი. მას გადავცემთ ხუთსურა დაწერილი 71 საღმოს ორიგინალურ ტექსტს. ნომინაციაში ორიგინალური კალიგრაფიული წერა გაიმარჯვა გორის მე-12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ლალი ზვიადაძემ. ჩვენი კავშირის სახელით გადავწევთ მასაც აი ხელნაწერ ორიგინალურ გალუბანის სინონიმისათვის საგნს. აგრეთვე დაჯილდოვდნენ კავშირის სახელით ელექტრონული ვერსიები, ხელნაწერების ელექტრონული ვერსიები დაჯილდოვდნენ დავით მაისურაძე რუსთავის სკოლის ვეფხვის ყავსის ელექტრონული ვერსია, რომელიც შედგენილია ლეონ ჩაგანავას მიერ. და თეონა ტუხაშვილის სიღნაღის სკოლა ლექსიუმის წარმომადგენელი. ეს არის დავით გარეჯელის ღირსი მამა დავით გარეჯელის ცხოვრების ხელნაწერი წიგნის ელექტრონული ვერსია. აგრეთვე გვაქვს პრიზები გიორგი ხვედელიძისთვის მე-10 კლასის ზახესის საჯარო სკოლიდან, ელენე აგალარიანი თბილისის მე-13 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ნინო გრიგოლაშვილი რუსთავის მე-20 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე და ლიკა რიაპკინა ჭიათურის მე-4 სკოლის მე-1 კლასის მოსწავლე. ყველას გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ, რომ ეს კიდე მრავალჟამიერ გაგრძელდეს ეს საქმე.